რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელმაც ქართველების ვერტმფრენი ჩამოაგდო, უკრაინაში მოკვდა და მეიკვიცინია რუსეთის შეერაღებული ძალების მოხალისეთა კორპუსის სადაზვერვო საიერიშო ბრიგადაში მსახურობდა. 2014-18 წლებში ის დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის თანაშემწეც იყო. დააკავეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მას და კიდევ 4 პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავებიან. საქმე ეხება სამტრედია გრიგოლეთის ჩატეხილ ხიდს. ჩვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარსიტყვის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ცვლილებები თავდაცვის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება. საქართველოს დემოკრატიის უკანასკნელ ნაკვერჩხლებს აქრობს სამსათაურით აქვეყნებს ეკონომისტის სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. გამოცემა წერს, რომ ოლიგარქიული პარტია ოპოზიციას კანონგარეში აცხადებს და რუსეთისკენ იხრება. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საპატიმრო დატოვა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა და აეკრძალა მისი საქმის სხვა ბრალდებულებთან და მოწმეებთან კონტაქტი.